გვინც რეჟიმისთვის თავგამოდებით მუშაობს მანუჩარ ცაცუა. ეს ტაბლო იმის დასტურია, რა ხდება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ყველა ეკრანზე ნაცნობი მოსამართლეების სახელები და გვარებია. ერთდღიანმა დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ ცაცუა დარბაზიდან გასვლასაც კი ვერ ასწრებს, ისე იცვლება მის წინ განსასჯელებისთვის განკუთვნილი სკამი. რიგები 41 ნომერს სხდომათა დარბაზთან დილით იწყება და საღამოს სრულდება. მოსამართლე ცაცუა ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ამ თეატრის წამყვანი პერსონაჟია და ივანიშვილის მარიონეტი. კეთიც რემლებს ვერ იკავებს. ნოემბრიდან მოყოლებული უკვე მესამე დააჯარიმეს. ამ შემთხვევაში 15 დღიან პატიმრობას ელოდა, თუმცა საბოლოოდ მოსამართლე ცაცუამ რუსთაველის გამზირზე აქციაში მონაწილეობის გამო ახალგაზრდა მხოლოდ 5000 ლარით დააჯარიმა. რომ ველაპარაკებოდი, არც მისმენდა თავის საქმეებს აკეთებდა და მობილურს სკროლავდა, რა უნდა ელაპარაკო ესეთ ადამიანს, რომელიც არც კი გისმენს. კეთი ერთ-ერთ რესტორანში მუშაობს. მისი ხელფასი სულ 900 ლარია. ახლა ფიქრობს, როგორ გადაიხადოს 900 ლარიანი ხელფასით 5000-იანი ჯარიმა. მუშაობ, მაგრამ ჩემი ხელფასი 5000 ლარი ნამდვილად არის, რადგან 900 ლარად მუშაობ. ბარისტა. ორ დღეზე მედავებია, მტკიცებულებები არაფერი, ერთი კადრი არის სადაც ვამთქნარე. მტკიცებულებების გარეშე დაისაჯა ვალერიც. ახალგაზრდა, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლების და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით თბილისში ჭიათურიდან დადის. ჭიათურიდან ჩამოვედი იმ საღამოს, 2 დღე აქ ვარ ხოლმე და 1 დღე იქ ვარ. რო გადაიკეტა გზა, ძალიან ბევრი ხალხი იყო ტროტუარზე, კადრებიც მაქვს მაგის. მე რო გადავიდა ეს ხალხი გზაზე, მეც გადავედი, იმიტომ რომ ფაქტობრივად ადამიანები აღარ ეტყეოდნენ.